მაშასე ეთერშია სუსტი რგოლი. მხოლოდ ერთი თქვენ განიწავა დღეს ფულით. ვინ იქნება ეს? თქვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ ის წაიღებს ფულს აქედან. ესეც თქვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. აბა მე რას ვაკეთებ აქ? წავიდე, საწავიდე. უბანში სიგარეტი უნდა მოვწიო. ეს მაინც სამსახურია. ვიწყებთ პირველ რაუნდს. ირაკლი. რომელი ქართველი ფეხბურთელი ავტორი ლექსისა დაის? შალვა თელაშვილი. სწორია. კობა. ვინ დაარსა თბილისი? დავით აღმაშენებელი. სწორია, ოღონდ აღმაშენებელი არა, გორგასალი. ალეკო. ჭიასოზე. ცხოველთა მეფე. ლომი. ჭომი. ოთო. რომელი ფსევდონიმით მღერის გიორგი გაჩიჩილაძე? სამწუხაროდ ეს ჩემთვის უცნობია. სწორია. ნიკა. მიხდება თმები ასე? კი. არა. სამწუხაროდ დრო ამოიწურა. ვინ ადგა დღეს ცუდ ფეხზე? ვის დაუცურდა ბანანის ქერქზე ფეხი? ვინ ჩამოიყვანა გერმანიიდან ოპელვეხტრა? დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. სტატისტიკით ამ რაუნდის ყველაზე ძლიერი რგოლია კობა. მან ბანკში 300 ლარი შეიტანა. ყველაზე სუსტი რგოლია ალეკო. მან ბანკში 300 ლარი შეიტანა და 400 ლარი გამოიტანა. მაშასე დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. ყობა. ალეკო. კობა. კობა. კობა რა. კობა. სამწუხაროდ თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ. შვიდობით. ყველაფერი იმან გამიჩარეჩა. აი გამოხვალ ერთად და გამწიოზეთ. მაშასე თამაში გრძელდება. გადავდივართ მეორე რაუნდზე. ირაკლი. როდის ამბობდა დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე? შიაო. როცა შიოდა. სწორია. ალეკო. მიწის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. სამი ასოა. გეა. გეა. მადლობა, მთელი დღეა წვალობდა. ოთო. ათლარს ხომ არ მასესხი? ვერა. მე გასესხი. ორი კვირით. ვერ გასესხი. მე გასესხი. სწორია. გასესხებ რა. დრო ამოიწურა. ვინ არის სუსტი რგოლი? ვის დარჩა ჩართული უთოსახში? აქ ვარ. ვინ გამიმწარა სიცოცხლე და ვინ მომისმო ნერვები? რა თქმა უნდა, მე აქ ვარ. დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. ნიკა. მეც. ნიკა. მასეთი სახელით მოთამაშე ჩვენ არ აქვს. აი ეს უკაცრავ ეს რა ის საღამოს მეგობარი ჩამოდის აეროპორტში უნდა დავხვდე და ჩას. აი ესე და აი ნიკა რა თქმა უნდა მე ვარ ყველაზე სუსტი რგოლი. მაშასე. ნიკა. თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ. შვიდობით. შვიდობით.
იდე მაინც ვერ ვიხდი რატო გამაგდეს ვითომ რა ყველაზე სუსტი გოლი ვიყავი ალბათ იმიტომ რომ ეშინიათ სუსტების რო დადგა საერთოდ აი მიხვდებიან მე რომ ერთი კარგი სუსტის ვაგრძელებთ თამაშს. გადამწყვეტი რაუნდი. ერთი წუთით რა. რაღაც აუღევლდი. რა ნერვი ულობ და შეიძლება გავიდე სიგარეტს მოვწევ რა. სიგარეტს მოვწევ. რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენ თამაშს თავისი წესები აქვს. რა წესები? დროა გამოავლინოთ, ვინ გავა სიგარეტის მოსაწევად. ალეკო. ალეკო რა, დიდი მადლობა რა გავა. ერთი წუთით. ირაკლი. რატომ მაინც და მაინც ალეკო? ალეკო თავიდანვე ნერვიულობდა და მე შევატყე რომ სიგარეტი უნდოდა და ამიტომ ალეკო. ხო. ალეკო. შვიდობით. თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ. მე არა ვარ ყველაზე სუსტი რგოლი. ხალხო. რა ვიცი. უბრალოდ სიგარეტის მოწევა მინდოდა და მაგრამ არა უშავს, იმათაც მოუნდებათ. აი ირაკლი იქნება შემდეგი, ვიცი, ეწევინება. ვაგრძელებთ თამაშს. გადავდივართ გადამწყვეტ მეოთხე რაუნდზე. ისა, უკაცრავად რა. გუშინ სერიალს ვერ უყურე, ყავადალუდი რო არის და რა როგორ დამთავრდა რა ქენით თქვენ? თან საქმეს წავიგდე. ესე იგი ბოლოს რა ხდება, ესე იგი მე ყავა და ლუდი ვждები ტახში. ტახში და ესე მივდივართ მე წინ ჩამოგვიქროლა ესე იგი მერცედესმა. სამწუხარო დრო ამოიწურა. დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. სტატისტიკით ყველაზე სუსტი რგოლია ირაკლი. მე რატო კაცო? უკაცრავად. სტატისტიკით ყველაზე სუსტი რგოლია ოთო. მაშასე. დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. ნახე, შენი სახელი მოვკარგე. მე რომ კითხვა არ ვიცი. მე გასწავლი. უცქირე ოთო. ოთო. სამწუხაროდ სუსტი რგოლი თქვენ აღმოჩნდით. შვიდობით. ერთი მაინტერესებს, რატო არის ჩემი შვილი ყველაზე სუსტი რგოლი? აი, რატო არის ერთი სკოლაში ამაზე ძლიერი რგოლი არ არსებობს? ოთო არის ყველაზე მასწავლებელი სუსტი არ რგოლი. არის ამისგან და გაგვეთის. ნუყვირით, ნუყვირი კი არის, წამოეთრი ერთი. ყველაზე სუსტი რგოლი. წამოეთრი.